Დაამარცხებენ თუ არა მეცნიერები HIV ინფექციას, როდის ვიმგზავრებთ ჰიპერლუპით და საერთოდ რას გვერდჩის ეს ელონ მასკი. Ამ კითხვებზე პასუხს მოისმენთ სად თუ არა ციფრულ დაიჯესტში. გამარჯობა. ელონ მასკი ციფრული დაიჯესტის განუყრელი მეგობარი გახდა და სიახლეები მისი სახელის მონაწილეობით უბრალოდ არ წყდება. როგორც ჩანს, მას სრულიად დამსახურებულად ეძახიან რეალური სამყაროს ტონი სტარკს. ამერიკული კომპანია SpaceX-ი ამერიკის მთავრობას დედამიწის მახლობლად რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაშვების ნებართვას თხოვს. კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად SpaceX დედამიწის მახლობელ ორბიტაზე 4000 თანამგზავრზე მეტის გაშლა და მათ ბაზაზე მსოფლიო მაღალსიჩქარიანი ქსელის შექმნა სურს. ამ ინიციატივის შესახებ კომპანია SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა პირველად ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში დაახლოებით იმ დროს მოყვა, როდესაც Google-მა ინვესტიციის სახით კომპანიაში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ჩადება გადაწყვიტა. ამის შემდეგ მასკმა გამოთვალა, რომ პროექტის რეალიზაცია როგორც მინიმუმ 5 წელი გაგრძელდებოდა და მასზე დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯებოდა. Google-ის ამ პროექტით მოზიდვა არც ისე რთული იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაძებარი გიგანტი ძალიან იყო დაინტერესებული ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტით. თანამგზავრული კავშირი კი ამ სურვილების რეალიზაციაზე დადებითად იმოქმედებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ყველაფრის უკან უფრო ამბიციური გეგმებიც იყოს. შარშან SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიანიშნა იმაზე, რომ ეს პროექტი შეიძლება საფუძვლად დაედოს მარსისა და მისი მომავალი კოლონისტების ინტერნეტ სერვისს. გასაგებია, რომ ქსელზე წვდომა ნებისმიერი იმ ადამიანის აუცილებელი მოთხოვნა იქნება, რომელსაც წითელ პლანეტაზე გამგზავრება მოუნდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად ძვირი დაჯდება ასეთი მოგზაურობა. გასაგებია მხოლოდ ერთი რამ: SpaceX-ი ახალი პროექტის რეალიზაციის თანდათანობით ჩატარებას გეგმავს. GeekWire პორტალი იუწყება, რომ თავდაპირველად დედამიწის მახლობელ ორბიტაზე 800 თანამგზავრისგან შემდგარი ფლოტის გაშვება იგეგმება, რის შემდგომაც მათი რიცხვი თანდათან გაიზრდება. გრძელდება SolarCity-სა და Tesla Motors-ის შერწყმის საგა, რაც ელონ მასკის აზრით გახდება ახალი მძლავრი კომპანიის საწინდარი. გადაწყვეტილება ოფიციალურად არის მიღებული, ჩვენ კი ველოდებით ინოვაციებს მათგან. Tesla Motors-ის ხელმძღვანელმა და SolarCity-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ელონ მასკმა უკვე დიდი ხანია ორი კომპანიის გაერთიანების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მათი ფულადი აქტივების კონსოლიდირებისა და ერთობლივი სამუშაოების დაწყების საშუალებას წარმოქმნის. 2016 წლის პირველ ნახევარში Tesla-ს საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა. თავიდან გაყიდვები საკმაოდ დაეცა. შემდეგ კი, როდესაც კომპანია საავტომობილო ავარიასთან და ბეტა-ტესტირების სტადიაზე მყოფ ავტოპილოტთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ბევრი ანალიტიკოსი და კომპანიის ინვესტორებიც კი ამ ეკოლოგიური ავტომობილის მშენებლობის პიონერისთვის არც ისე კარგ დროს წინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად დროებითი უსიამოვნებებისა, მასკი შერწყმის დაგეგმავს და SolarCity-სთან დაგეგმილი პროექტების რეალიზაციისთვის მუშაობას აგრძელებდა. ელონ მასკი არ შეცდა. კომპანიის საქმეები უკეთესობისკენ წავიდა და თითქმის 1 თვის წინ ელექტროავტომობილის მწარმოებელი როგორც იქნა პლუსში გავიდა და მესამე კვარტალში სოლიდური თანხა გამოიმუშავა. წარმატება ახალმა სახურავმა, მზის ბატარეებმა გაამყარა, რომელთა გაყიდვასაც მასკი დაგვირდა იმ ფასში, რომელიც ჩვეულებრივი სახურავებისგან არ იქნება გამორჩეული. შედეგად, მიუხედავად 14%-იანი აქციონერების რაოდენობის სკეპსისისა, აქციონერების 86%-მა კომპანიების შერწყმას ხმა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ მასკმა განაცხადა, რომ SolarCity Tesla-ს შვილობილი კომპანია გახდება. ელოდებიან, რომ შერწყმის პროცედურა რამდენიმე დღეში დასრულდება. ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მან კომპანიების გაერთიანება გადაწყვიტა, ერთობლივ პროექტებზე მუშაობისას ბიუროკრატიული დაბრკოლებები გახდა. ყველაფერი უნდა შეთანხმდეს სპეციალისტების დონეზე კომპანიების შიგნით. შემდეგ უნდა ელოდო ხელმძღვანელობის თანხმობას. მერე მეორე ხელმძღვანელობისთვის მოახდინო იდეის დემონსტრირება. შემდეგ კი ქაღალდებზე ხელის მოწერა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროს მოითხოვს. გაცილებით უფრო ეფექტურია გაერთიანება და სამუშაოც უფრო სწრაფად წავა. მილებში სწრაფად გადაადგილება მხოლოდ კუნინძების პრივილეგია არ არის. დიდი დრო არ გავა მანამდე, სანამ ჩვენ ადამიანები შევძლებთ ჰიპერლუპით მგზავრობას. ჰიპერლუპი ქართულად ჰიპერმარყუშს ნიშნავს და იგივე სახელი ქვია მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო საშუალების შექმნის მეგა პროექტსაც, რომელიც ელონ მასკმა 2013 წელს წარმოადგინა. პირველი მოქმედი ნიმუშის მშენებლობა ლას-ვეგასში დაიწყო. ჰიპერლუპის მთავარი თვისებაა გადაადგილების მეთოდი სპეციალურ მილებში, სადაც არ არსებობს საპირისპირო ნაკადების წინააღმდეგობა, რადგან იქიდან ჰაერი ამოტუმბულია. ტრადიციული ვაგონების ნაცვლად მგზავრებს 6-8 ადგილიანი კაფსულებით 1126 კმ/სთ სიჩქარით გადაიყვანენ.
მოძრაობის შესაძლო ინტერვალი მათ შორის 30 წამი იქნება. კაფსულები მაგნიტური ლევიტაციის ხარჯზე გადაადგილდებიან. უამინდობისა და მიწისძვრებისგან დასაცავად მილსადენი მიწაზე ბეტონის საყრდენებით დამონტაჟდება. ლას-ვეგასთან ახლოს უდაბნოში პირველი მილები უკვე წარმატებით დამონტაჟდა. ჯერჯერობით საუბარია 3 კილომეტრიან საცდელ მონაკვეთზე, რომლის მშენებლობა $160 მილიონი დაჯდება. მომავალში გათვალისწინებულია $16 მილიარდიანი ლოს-ანჯელეს სან-ფრანცისკოს ხაზის აშენება. ამავე დროს მსოფლიოს მეორე მხარეს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ხელი მოეწერა კონტრაქტს ჰიპერლუპის ხაზის მშენებლობაზე, რომელიც დუბაის დედაქალაქ აბუ-დაბისთან დააკავშირებს. ამ ახალი სატრანსპორტო საშუალების წყალობით დაახლოებით 5 წელიწადში მგზავრებს 2 საათიანი ფრენის ნაცვლად გზაზე მხოლოდ 12 წუთის გატარება მოუწევთ. ჩერნობილის ტერიტორიის ათვისება და მისი პროდუქტიულად გამოყენება გადაწყვიტეს ჩინელმა ინვესტორებმა. ადგილს, რომელიც უკვე 30 წელია დაუსახლებელია, ახალ სიცოცხლეს ჩაჰბერავენ. ჩინელებს ეს ეხერხებათ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა. თუმცა 30 კილომეტრიანი ზონა, რომელიც კატასტროფის ეპიცენტრი იყო და მასთან ახლო მდებარე ტერიტორიები ჯერ კიდევ მიტოვებულია. რადიაციული ნარჩენებით დაბინძურების მაღალი დონის გამო იქ ცხოვრება შეუძლებელია. ზოგიერთები ახლაც მაინც ცხოვრობენ, მაგრამ სამეურნეო და სხვა საქმიანობა აკრძალულია. ამიტომ ამ ტერიტორიის გამოყენების არც ისე ბევრი ვარიანტი არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი მუდმივი დამუშავების პროცესშია. არც ისე დიდი ხნის წინ რადიოაქტიური ნარჩენების ნაგავსაყრელის განთავსება იყო დაგეგმილი. ახლა კი ჩინელმა ინვესტორებმა აქ მზის ელექტროსადგურის აშენების სურვილი გამოთქვეს. რატომაც არა, უკრაინის ჩერნობილის AES-ის ზონის გასხვისების მართლის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ვიტალი პეტრუკი ჯერ კიდევ ამ წლის ზაფხულში ამბობდა, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების ობიექტების მშენებლობა რეგიონის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას შექმნიდა. მზე იქ ზუსტად ისე ანათებს, როგორც სხვა ადგილებში. საკვანძო ობიექტების შეკეთება და ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგება არასდროს არის გვიანი. ამიტომ ჩინური კომპანიები აპირებენ ამ საქმით უკვე 2017 წელს დაკავდნენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ჩინელები ჩერნობილში 1 გიგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აღმართვას აპირებენ. ბრძოლას აივ ინფექციის წინააღმდეგ აგრძელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ამჯერად ესპანელი ბიოლოგები მოექცნენ ყურადღების ცენტრში. ესპანელმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა ახალი ანტივირუსული პრეპარატი შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა არამხოლოდ საკმაოდ ეფექტურად მოახდინოს ადამიანის ორგანიზმში შიცის გამრავლების ბლოკირება, არამედ პრაქტიკულად მთლიანად გამორიცხოს სასქესო კონტაქტის დროს ვირუსით დაინფიცირება. ჩვეულებრივი ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებსაც დაინფიცირებული მამაკაცები იღებენ, არ სპობს ვირუსს, რომელიც სიცოცხლეს პაციენტის სასქესო ჯირკვლებში აგრძელებს. ამიტომ ექიმები ყოველთვის პრეზერვატივის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან. ესპანელების მიერ შემუშავებულ ახალ პრეპარატს პაციენტების ამ აუცილებლობისგან გათავისუფლება შეუძლია. შიცი არც ისე დიდი რაოდენობით რჩება იმ ორგანოებში, სადაც იმუნური უჯრედები არ აღწევენ, მაგალითად სასქესო ჯირკვლებში. ამიტომ ვირუსის მატარებლები სხვა ადამიანების დაინფიცირებას აგრძელებენ, თუნდაც პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღების შემდეგაც. ახალ წამალს შეუძლია უკვე მკურნალობის 1 თვის შემდეგ თითქმის ნულამდე დაწიოს სპერმაში ვირუსის კონცენტრაცია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თერაპიის კურსის ნახევარი წლის შემდეგაც კი ყოველი 15-დან 1 პაციენტის შედეგი ჯერ კიდევ არ იყო დადებითი, მაგრამ 1 წლის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ტესტებმა სპერმაში შიცის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება უჩვენეს. ახლა აივ ინფიცირებული პაციენტები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ რეგულარულად კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას გადიან, რომლის დროსაც რამდენიმე პრეპარატის კომბინაციას იღებენ, რომლებიც ვირუსის განვითარებას სხვადასხვა ეტაპებზე რთრგუნავენ. მაგრამ ასეთ მკურნალობას სრული გამოჯამრთელება არ მოყვება, ის მხოლოდ ბლოკავს ვირუსს, რომელიც დროებით ცხრება. თუ პრეპარატის მიღება შეწყდება, ვირუსი ისევ აქტივიზდება. გავიგოთ, აქვს თუ არა ტვინს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა რეგენერაცია. ან თუ არ აქვს, მაშინ შეიძლება თუ არა ჩვენ თვითონვე შევძინოთ მას ეს. ადამიანის ტვინი ბიოლოგიური საოცრებაა შთამბეჭდავი უნარჩვევებით. სამწუხაროდ მათ რიცხვში არაა რეგენერაცია. როცა ნეირონები კვდებიან, მათ ვერც ერთი სარეზერვო უჯრედი ვერ შეცვლის. ტვინის დაზიანება, მაგალითად თავის დარტყმა, ინსულტი ან ნეიროდეგენერაციული დაავადება, ეს ყველაფერი შეიძლება ფატალური დასასრულის მიზეზი გახდეს. დაკარგული ნეირონების დაბრუნება კი არ მოხერხდება.
მართებული გადაწყვეტილება იქნებოდა ტვინის დამატებითი ნეირონებით მომარაგება, თითქოს გატეხილი დეტალის ახლით შეცვლა, მაგრამ ერთი ნეირონი 1000 ჩახლართულ კავშირს ქმნის სხვა გვერდით მდგომან უფრო მოშორებულ რიგებთან და ხშირად ეს კავშირები განვითარების ადრეულ სტადიაზე იქმნება. უცხო ტრანსპლანტანტს მართლაც შეუძლია ტრავმის შემდეგ მომწიფებულ ნეირონულ ქსელებში ასიმილირდეს და ავტომატურად აღადგინოს გატეხილი სქემა? ახალი კვლევების მონაცემებით, რომელიც ახლახანს Nature-ში გამოქვეყნდა, პასუხი დადებითია. თავის ტვინის დაზიანებების მქონე თაგვებზე ექსპერიმენტით, გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა უჩვენა, რომ ტრანსპლანტადიდან 2 თვის შემდეგ უცხო ემბრიონალური ნეირონები მომწიფდნენ და ტვინის ვიზუალური მონაკვეთის ფარგლებში არსებულ ქსელში მთლიანად ჩაერთვნენ. გასაკვირია, მაგრამ ადაპტირებული ნეირონები თითქმის არ გამოირჩეოდნენ მშობლიურთაგან. მათ გადაჰქონდათ საჭირო ინფორმაცია, დაამყარეს შესვლისა და გამოსვლის ფუნქციონალური სქემები და საკუთარ თავზე აიღეს დაზიანებული ნეირონების ფუნქცია. ეს შედეგები უჩვენებენ, რომ იმპლანტირებული ნერვული უჯრედები მაღალი სიზუსტით ინტეგრირდნენ ნეირონულ ქსელში, რომლებშიც ჩვეულებრივ პირობებში ახალი ნერვული უჯრედები არასდროს არ შეერწყმებოდნენ. ხსნის კვლევის ავტორი მაგდალენა ჰეცი, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან მიუნხენში. ვისაც დიზაინისა და განათების მაქსიმალურად ჰარმონიულად შერწყმა გსურთ, მაშინ ჰელიოსი გიშველით. და ეს რეკლამა არაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კედლისა და მისი ცალკეული მონაკვეთების განათება მოგიხდებათ და წინასწარ არ იცით რა ფართობზეა საუბარი, სანათებლების მოდულური სისტემა გიშველით. ჰელიოსის შუქის ჰექსაგონალურ წყაროებს არ შეუძლია განათების შუქის ფერისა და ტემპერატურის შეცვლა და უფრო მოგრძალებულადაც გამოიყურებიან. სამაგიეროდ, ანალოგებთან შედარებით უფრო პრაქტიკული და იაფია. პლასტინის კვება 1 სანტიმეტრი სიგანის და 1 სანტიმეტრი სისქისაა, 6.3 ვატ ენერგიას მოიხმარს და 400 ლუმენიან შუქ დინებას ქმნის. ეს 40 ვატიანი ნათურის ან 6 ვატიანი შუქდიოდური მანათობლის გახურების იდენტურია, რაც არც ისე ცოტაა. უფრო მეტიც, ჰელიოსის ჰექსაგონები შეიძლება ჯგუფებად დამონტაჟდეს, ერთ ბმაში 105 ერთეულამდეც კი. თუ უფრო მეტია საჭირო, პარალელური ხაზი უნდა გაიყვანოთ. 6 გრანულიანი ფორმა ნებისმიერი სივრცის შესავსებად იდეალურია. ყოველი მოდული ტევადი სენსორითაა აღჭურვილი. განათება კონკრეტულ მონაკვეთებში შეხებით ირთვება, ან უბრალოდ შეგიძლიათ ზედაპირზე ხელი გაუსვათ. მომხმარებელს შეუძლია ინტუიტიურად მოახდინოს ოთახის განათების, აგრეთვე ენერგიის ხარჯვის დონის ვარირება, ან შეუძლია ბანალურად ჟესტებით სინათლის გამოსახულებების შექმნით ითამაშოს. ამ სიამონების ფასი 5 ჰექსაგონალური მანათობლების და კვების ბლოკის კომპლექტში $60. ვირტუალურ რეალობაში HoloLens-ის ჩაფხუტებით მოგზაურობა ყველას არ შეუძლია მაღალი ღირებულების გამო. თუმცა ბრიტანელი ენთუზიასტები გვთავაზობენ ალტერნატიულ საშუალებას. გინდათ ურთიერთობა იქონიოთ დამატებით რეალობასთან, მაგრამ HoloLens-ის ფასი $3000 თქვენ ცოტათი გაშფოთებთ. არი დავდოთ. ბრიტანელმა ენთუზიასტებმა მოიფიქრეს, როგორ მოახდინოთ $2970 ეკონომია და ამ დროს ამ ტექნოლოგიასთან გქონდეთ სრული შეხება. პროექტის სახელწოდებით ZepBox Kickstarter-ის crowdfunding გვერდზე ჩაეშვა და უკვე აღნიშნული თანხის ნახევრის $30,000 შეგროვება შეძლო. და რას გვთავაზობენ ჩვენ ამ ფულში? რა საკვირველია, ZepBox ეს არის დამატებითი რეალობის მუყაოს გარნიტურის მაქსიმალურად ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც თავის არსში თქვენ smartphones იყენებს. მაგალითად, შიგნით აყენებთ თქვენ iPhone 6, უფასოდ იწერთ ოფიციალურ დანამატს გარნიტურის შემქმნელებისგან. ხელში იღებთ პრინტერით დაბეჭდილ ქაღალდის კონტროლერს და მათზე დატანილ შავ-თეთრ პატერნებს და მორჩა. თქვენ მზად ხართ დამატებითი რეალობისთვის. დღესდღეობით ZepBox-ის გარნიტურისა და აგრეთვე 2 უბრალო ქაღალდის კონტროლერის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ვირტუალურ ქსილოფონზე, დახატოთ სამგანზომილებიანი ნახატები, ითამაშოთ მინი-გოლფი პირდაპირ თქვენი ბინის შუაში, გამოიკვლიოთ მარსი მარტივ შემეცნებით დანამატში, აგრეთვე შეამოწმოთ თქვენი მოხერხებულობა და საცეკვაო თამაში რიტმის გრძნობა. ამ პროექტის მხარდაჭერა Kickstarter-ის ოფიციალურ გვერდზე შეიძლება. $30 თქვენ მუყაოს გარნიტურისგან შემდგარ სრულ კომპლექტს, კონტროლერების დაბეჭდვის თარგს და point კოდის ნიშანს მიიღებთ. აგრეთვე ოფიციალურ დანამატთან ადრეულ წდომას. კითხვაზე პასუხი თუ საწავიდნენ დინოზავრები. ამოწდე. მაგრამ გულს ნუ დაიწყეთ, თქვენ მათი ნახვის შესაძლებლობა მაინც გექნებათ იურულ პარკში. დიდი ხანია განთქმული ჰოლივუდური ბლოკბასტერის იურული პერიოდის პარკის ბევრი თაყვანისმცემლები ყველაფრის სინამდვილეში ხილვაზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.
იაპონურმა კორპორაცია On Art-მა, რომელსაც სათავეში კაზუია კანემარუ უდგას, აპირებს ასეთი შესაძლებლობა შემოგთავაზოს ანიმატორული დინოზავრების პარკის სახით სახელწოდებით Dino A-Live. 4 წლის შემდეგ, როდესაც პარკი უკვე აშენებული იქნება, მაყურებლების საუბედუროდ ან საბედნიეროდ სრული ზომის დინოზავრ რობოტების ნახვას შეძლებენ, რომლებიც გარეგნობით და ზომებით ორიგინალებს შეესაბამებიან. ტოკიოს ერთ-ერთ ჰოტელის ჰოლში, სადაც დემო შოუ უკვე დადგეს, შეიძლება მართლად რობოტიზირებულ ალოზავრისა და ტირანოზავრის მოდელების ნახვა. პროგრამის უმთავრესი ნაწილი ნისლიდან სცენაზე 26 მეტრიანი ტირანოზავრის უეცარი გამოსვლა, რომელიც ფეხებს აბაკუნებს და იქ მყოფ თუ ღრემს. შოუს მსვლელობისას შენობაში უეცრად შეიძლება ალოზავრიც შემოიჭრას და სუბუქად დაღეჭოს ერთ-ერთი მონაწილის თავი. Dino A-Live არ არის იურული პერიოდის პარკის აღდგენის პირველი მცდელობა. 2013 წელს ავსტრალიელმა მილიარდელმა კლაივ პალმერმა Queenslandში შოუს თავისი ვარიანტი წარმოადგინა 160 რობოტ ურჩხულის მონაწილეობით სახელწოდებით Palmersaurus. მონსტრების ზომები სიგრძეში 2-დან 22 მეტრამდე, მაქსიმუმ კი 32 მეტრი იყო. როგორც ჩანს, აფეთქებული ვარსკვლავის ნახვა მძლავრი ტელესკოპის გარეშეც არის შესაძლებელი და რაც არ უნდა უცნაური იყოს, უფრო ეფექტურადაც გამოიყურება. უმძლავრესი ტელესკოპები, ისეთები როგორიცაა ფართოდ ცნობილი Hubble, ხშირად გვაძლევენ შესაძლებლობას ვნახოთ ზეახალი ვარსკვლავების აფეთქების ფოტოები. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ლამაზია, ეს მაინც სტატიკური გამოსახულებებია, რომლებსაც ამ პროცესის მთელი სიდიადის გადმოცემა არ ძალუძთ. საბედნიეროდ არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც ამ თემაზე შესანიშნავ ვიდეორგოლებს აკეთებენ და ამ დროს არა კომპიუტერულ მოდელირებას, არამედ საკმაოდ არატრადიციულ მიდგომას იყენებენ. უნდა ითქვას, რომ NASA-ს და სხვა კოსმოსური სააგენტოების სპეციალისტებმა არაერთხელ გააკეთეს სამინდიერ გოლები, რომლებიც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების პროცესის იმიტაციას ახდენენ. ფრანგმა რეჟისორმა, მხატვარმა და დიზაინერმა ტომას ვანსმა ვიდეოს შექმნის საქმეში საკმაოდ არატრადიციული მიდგომა გამოიყენა. ვიდეორგოლი მხატვრის მიერ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე შეიქმნა. კამერის ობიექტივი წყლით სავსე აკვარიუმისკენ იყო მიმართული, რომელშიც უჩვეულო თანმიმდევრობით ერთმანეთში განათებული ფლუორესცენტული ფერები ირეოდა. მათი განლაგება, გადაადგილება და ფერი არსებულ კოსმოსურ ფოტოებზე იყო დაფუძნებული. ხმის შეწყობისთვის ტომასმა ბუნებრივად წარმოქმნილი წყაროებიდან ჩაწერილი ხმათა წყება გამოიყენა. ეპიზოდია 200, ორიგინალური დამშვიდობება კი ჯერ კიდევ არ ჩანს, არ ჩამოუტანიათ, ასე რომ ნახვამდის.